მაღაზიაში შემხვდა ძალიან დიდი ხნის უნახავი ნაცნობი. შენკენ ისევ არაფერი ხდება, მკითხა. რაზისგან და სიმწრისგან რა მექნა არ ვიცოდი. მე რო აქ თავი მომქონდა, რომ აქ მე ამდენ თავგადასავალში ვარ, ესეთი სისხლსავსე ცხოვრობით ვცხოვრობ, ვიღაცა მოდის და მეუბნება, რომ იმიტომ რომ ქმარი შვილები შენ არ ყავს, არაფერი შენ ცხოვრებაში არ ხდება. მთელი ცხოვრების მანძილზე გქონდა ეს სურვილი, რომ მე არ მინდა მყავდეს ოჯახი? არა. ყოველთვის მინდოდა ჰოლივუდური სცენარი. თეთრი კაბით, მეუღლით, შვილებით. თუმცა რატომღაც ეს ასე არ ხდება. მეცნიერებმა გამოთვალეს, რომ იმის ალბათობა, რომ შენი იდეალური პარტნიორი იყო, არის 90%. რა გინდოდა კაცებისგან? რას ითხოვდი? ინტელექტს, იუმორს, გარეგნობას, ყველა გამორჩეულად ლამაზი იყო. შენი აზრით რატო? თავი როგორც ლამაზი, გოგო თუ ქალი არასდროს წარმომედგინა. და ალბათ ამის საკომპენსაციოდ იყო სულ ძებნა სხვების, რომლებიც იქნებოდნენ თვითონ ძალიან ლამაზები. მე ან ვის ხამოვეწონები, ან ვიღაჩამ თulis სასურველ ქალად ერთ მშვენიერ დღეს მივხვდი, რომ აღარ მინდოდა ეს ყოფა. არ ვიცი. და მე იწყებ მუშაობა საკუთარ თავზე. მომივიდა იმის სრული განცდა, რომ ეს ჩემი single ყოფნა ძალიან დიდი საჩუქარი იყო. რატო? იმიტომ რომ